მარტვილის კანიონთან 50 კაციანი ავტობუსი მოვიდა ძმაო. ბავშვები, ქართველები, გამიგე? ხო და 3 დარჩა. შობლებთან ერთად ბავშვები და რატო დარჩა იცი? იმიტომ რომ პრომეთეში შევიდა გადაიხადა 20 ლარი, მარტვილში მოვიდა 32 ლარი. იმაში რა ქვია, ოკაცეში მოვიდა 20 ლარი და ფაქტიურად მინიმალური ხელფასი გაქვს 400 ლარი და ოჯახი და ბავშვები იჩაგრებიან ძმაო. მაშინ მიზერული თანხა დააწესეთ ლარი, ხო? მასო თუ არის საუბარი. ლარიანი დამიწესე რომ ხო, შესაბამისი. სამი შვილის პატრონი როცა ვარ, ხო, გამიგე? ერთ ადგილზე რომ შევდივარ ძმაო, 400 ლარი და მე რა თათუიც ალყო ქუსლი 360,000 ვიზიტორი ყავდა მარტვილს არ დავასახელებ წელს 10,500,000 ლარი იყო შემოსავალი და მარტვილის მუნიციპალიტეტში ლარიანი არ დარჩენია ძმაო. არ შემოხვედი გზა? რაც გაქვს გზა? აბა სად მიდის ეს ფული? როგორ? სად მიდის? სათავეში და ნაწილდება მე რა ვიცი სად მიდის აბა. არის ყობახიძე ანუ კანწირვა. ყობახიძე და მაგას პოლიტიკაში